რას ამბობს კვარაცხელია ლივერპულთან შეხვედრამდე? რა რეაქცია ჰქონდა ბუდუს გოლის შემდეგ და რატომ არ გამოცხადდა ფინალში ტატო გრიგალაშვილი? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს, დავაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრით, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს ენფილდზე ესტუმრება და შემდეგ ეტაპზე გასვლას ეცდება. ფრანგული გუნდი უკვე ინგლისშია და აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩნდა, რომელმაც ბევრ ძალიან საინტერესო საკითხზე ვრცლად ისაუბრა. კომენტარი გააკეთა ლუის ენრიკემაც. თავს კარგად ვგრძნობთ, ვიცით რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ. ამ შეხვედრაში ბრძოლისთვის მოვემზადეთ და გვიხარია, რომ ამ თამაშის ჩატარება მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ამ სტადიონზე გამარჯვება განსაკუთრებული იქნება და ამის დიდი мотиваცია გვაქვს. ფეხბურთი საკმაოდ ლამაზი სპორტია და ენფილდზე თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნება. ჩვენ ოცნებისთვის და მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ჩვენ ბრძოლისთვის და ყველაფრისთვის მზად ვართ. ვეცდებით ატმოსფეროს ყურადღება არ მივაქციოთ და ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდეთ. ვფიქრობ, შანსი თანაბარია 50-50-ზე. ლივერპულთან დომინირება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს პირველ შეხვედრაში შევძელით. აქ კი მოსაგებად ვართ. რა თქმა უნდა, კამბეკზე ვსაუბრობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. ჩემი ადაპტაცია ყოველს დახმარებით გამარტივდა. ბევრს მუშაობ და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო კარგი თამაში შემიძლია. მუშაობ, რომ უკეთესი და უკეთესი ვიყო. მიყვარს ფეხბურთის თამაში. როცა დრიბლინგს ვაკეთებ, ვცდილობ ეს ლამაზადაც გავაკეთო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. თავარია გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში დავეხმარო. როდესაც პარი სენ-ჟერმენში თამაშობ, პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა. სადაც არ უნდა დამაყენონ, ვითამაშებ. თავდამსხმელი ვარ და მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ. თავარი ესაა. მაგრამ დაცვასაც ვეხმარები. თავარია ფეხბურთის თამაში და გამარჯვება გიყვარდეს. ჩემთვის მთავარია ვითამაშო და ყველაფერი გავიღო გუნდისთვის. პოზიცია დიდად არ მაინტერესებს. არ ვიცი ერთადერთი ვარ თუ არა გუნდში, ვისაც აქ უთამაშია, მაგრამ ბევრმა იცის რას ნიშნავს ენფილდზე და ასეთ ატმოსფეროში თამაში. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან ლივერპულისთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან და ვიცით, რომ ისინი ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან. ყველაზე მთავარია, რომ თამაშზე კონცენტრირებულები ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, პარიზში ვთამაშობთ თუ ლივერპულში. გამარჯვება გვინდა. ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს. გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ. ჩვენი მიზანი ნათელია. შევეცადოთ მეტოქეზე უკეთესად. რთულია, რომ შინ არ ვთამაშობთ, მაგრამ შევეცდებით სიტუაციის გაკონტროლებას. ვიცით, რომ კარგად გამოგვდის და უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანი ბურთისფლობაა. ვფიქრობ, ჩვენ ვნახავთ შეხვედრას ევროპის ორ საუკეთესო გუნდს შორის და ის, რომელიც გაიმარჯვებს, ბოლომდე მივა. ჩვენ ვნახავთ ორ გუნდს, განსხვავებული სტილით, მაგრამ ორივე მათგანი ევროპის საუკეთესო გუნდია. შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომელმაც პარი სენ-ჟერმენის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ჩვენ ვითამაშეთ არსენალთან, რეალთან, მანჩესტერ სიტისთან, მაგრამ ხარისხით პარი სენ-ჟერმენი ყველა მათგანზე წინაა. ძალიან ძლიერი გუნდია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მწვრთნელია. ასე თამაში ნამდვილად არ არის მარტივი და ლუის ენრიკემ ამისთვის უდიდესი სამუშაო გასწია. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში ბურთი უფრო დიდხანს გვექნება, ვიდრე პირველ მატჩში. ისინი ბურთის გარეშე დიდი ინტენსივობით თამაშობდნენ, რამაც ასეთი თამაში გამოიწვია. ფაქტობრივად ბურთი წაგვართვეს. მეტოქემ იმაზე მეტად დაგვალა, ვიდრე წარმოვიდგენდი. გამუდმებით ზეწოლაში გვამყოფებდნენ და როდესაც ბურთი არ გაქვს, ეს ძალიან დამღლელია. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ახლა ბურთს უფრო მეტად გავაკონტროლებთ. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა კი 11 მარტს ღამის 12 საათზე დაიწყება. თქვენ რას ფიქრობთ? რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გერმანია და ბუდუს ნანატრი გოლი ბუნდესლიგაში. 31 წლის ზივზივაძემ ბუნდესლიგაში პირველი გოლი ჰოფენჰაიმს გაუტანა და გუნდს ქულის მოპოვებაშიც დაეხმარა. 10 შეხვედრიანი ლოდინის შემდეგ ტოპ 5 ლიგაში ბუდუს გატანილი პირველი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა. ქართველმა მოჭრილი დარტყმით 65 წუთზე გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა. ამ შეხვედრაში ბუდუმ კარისკენ სულ ორჯერ დაარტყა. მის ანგარიშზეა 2 მნიშვნელოვანი პასი და 2 წარმატებული დრიბლინგიც. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბუნდესლიგაში ქართული გოლი 11 წლის წინ ვიხილეთ. ასევე გეტყვით, რომ ბუდუ ზივზივაძე გახდა მე-19 ქართული ფეხბურთელი, ვინც ევროპის ტოპ 5 ლიგებში გაიტანა. ამ ნანატრ გოლს კი ბუდუ ასე გამოეხმაურა. როგორც იქნა, შვენიერი გოლი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ჰაინდენჰაიმში და ბუნდესლიგაში პირველი გოლი გავიტანე. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე. დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია.
პირველ ტაიმში თამაშს ჰოფენჰაიმი აკონტროლებდა. მეორე ტაიმში კი ჩვენ უკეთესები ვიყავით. ეს ერთი კულა კარგია ჩვენი მენტალიტეტისთვის და ჩვენი სულისკვეთებისთვის, რადგან ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში. დარწმუნებული ვარ, მეტ კულას მოვიპოვებთ. მართალია ქართულის დახმარებით ჰაინდენჰაიმმა კულა მოიპოვა, მაგრამ მაინც ბოლო ადგილზე რჩება 16 ქულით. 16 მარტს კი ქართულის გუნდი უშუალო კონკურენტს ჰოლშტაინ კილს უმასპინძლებს და იმედია, რომ ბუდუ ამ შეხვედრაშიც შეძლებს მორიგი გოლის გატანას. აქვე გეტყვით, რომ ჰოლშტაინ კილი ბუნდესლიგაში 124 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად ასპარეზობს. მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმაც. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში ლევანტემ აუთსაიდერ კარტახენას 3-0 მოუგო. ქართველმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი 71 წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველისთვის გოლების ეს რაოდენობა კარგი სტატისტიკური მაჩვენებელია მისი პოზიციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ლევანტეს, ის 53 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ მირანდეს. ლა ლიგა 2-ში გაიტანა გიორგი წიტაიშვილმაც. 30-ე ტურში გრანადამ რასინგ ფეროლის 3-0 მოუგო. ქართველმა კი შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველ შემტევს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. გრანადა კი 46 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. ქართულის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს კადისის წინააღმდეგ გამართავს. გოლი გაიტანა ოთარ კიტეიშვილმაც. ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ქართულის შტურმი გრაცერს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შტურმი 86 წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა სწორედ ამ დროს შეძლო თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება. კიტეიშვილის გუნდმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა. შედეგად შტურმი სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზეა. თუმცა ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილოსან ვენის ავსტრიას, რომელსაც შტურმი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს. მომდევნო ტურში ქართულის გუნდი საკუთარ მოედანზე ლასკს დაუპირისპირდება. ახლა კი ძიუდო და გურამ თუშიშვილი, რომელიც ავსტრიის გრან პრის გამარჯვებულია. შეგახსენებთ, რომ პლუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი პარიზის ოლიმპიადაზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ ტურნირზე პირველად ახლა დაბრუნდა და ოქროს მედალიც მოიპოვა. თუშიშვილმა ფინალში ორგზის ოლიმპიური, ორგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრაპალეკი დაამარცხა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ქართული ფინალი უნდა შემდგარიყო, რომელშიც ტატო გრიგალაშვილსა და გიორგი ჯაბრიაშვილს უნდა ეასპარეზათ. თუმცა გრიგალაშვილი ბრძოლას ჩაეხსნა, რის გამოც გამარჯვებული ავტომატურად გიორგი ჯაბრიაშვილი გახდა. ტატო გრიგალაშვილის გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს მცირე ტრავმას უკავშირდება. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ავსტრიის გრან პრი 3 მედლით დაამთავრა, 2 ოქრო და 1 ვერცხლი. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. დაესწარი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.